სინდისის პატიმარი ჟურნალისტის მზიამაღლობელი საქმის განხილვა მიმდინარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სხდომაზე დასასწრებად ქუთაისში ჩავიდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დასკვნით სიტყვას ამბობს ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი. დასკვნით სიტყვას სავარაუდოდ პატიმარი ჟურნალისტის იტყვის. სხდომა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. ამაღლობელის კოლეგებისა და ახლობლების ნაწილი, რომელიც სხდომათა დარბაზში ვერ შევიდა, სასამართლოს ეზოს გარეთ ატარებს აქციას. წინა სხდომაზე მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილის დაპირების მიუხედავად მანდატურებმა მაინც არ მისცეს დღეს განსაზღვრულზე მეტი რაოდენობის ადამიანებს დასწრების საშუალება სხდომაზე. სააპელაციო ინსტანციამ შესაძლოა საქმის განხილვა დღეს დაასრულოს და სამ მოსამართლიანმა კოლეგიამ განაჩენიც გამოაცხადოს. კაფხაკაძე გვერდება ქუთაისიდან, ის ადევნებს თვალყურს, როგორ მიმდინარეობს მზიამაღლობელის საქმის განხილვა. ეკა რა ხდება ახლა, თუ დაასრულა მაია მწარიაშვილმა სიტყვა? მარია მწარიაშვილი სავარაუდოდ კიდევ დიდხანს ისაუბრებს მზიას უდანაშაულობაზე. თქვენ როგორც თქვით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პროცესს ესწრება, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ამჯერად ბევრად უფრო მეტად გაუმართლა, ვიდრე ოჯახის წევრებს, მზიას ოჯახის წევრებს. ბევრი მათგანი ვერ მოხვდა დღესაც პროცესზე. მესამე ჯერ მიმდინარეობს სასამართლოს სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოზე და მესამედ 24 ადგილიან დარბაზზე მეტი ვერ გაიმეტეს ამ პროცესისთვის. როგორც ჩემმა კოლეგამ გელამ თიულიშვილმა თქვა, 30 წლის მანძილზე საქართველოში პირველად არსებობს პოლიტპატიმარი ჟურნალისტი ქალი და საზოგადოებას აქვს უფლება დაესწროს მის სასამართლო პროცესებს. თქვენ ახლა გესმით, რომ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისის სასამართლოსთან სწორედ დარბაზის ფანჯრების ქვემოთ და შიგნიდან მომდის ჩემი კოლეგების ინფორმაცია. ისინი ამბობენ, რომ ყველა სიტყვა განსაკუთრებულად ისმის დარბაზში, იმდენად კი, რომ მანდატურებს მცდელობა აქვს დახურული ფანჯრებით თავიდან დახურონ. მესამე სხდომა უკვე დაჟინებით ვითხოვთ, რომ სხდომა წარიმართოს დიდ დარბაზში, შედარებით დიდი ზომის დარბაზში, რომ მინიმუმ არა თუ ვერა მისმა კოლეგებმა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ნათესავებმა მაინც მოახერხონ მზიას პროცესზე შესვლა. როცა ქვეყანაში ყავს გამომცემელი დაპატიმრებული უკანონოდ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი პოლიტიკური პატიმარი ქალი ჟურნალისტია, სხდომა იმართებოდეს თითისოდენა დარბაზში და ვერ შევდიოდა შიგნით მისი მეგობრები, კოლეგები და ახლობლები, მიშვილები და ასე შემდეგ, არ ვიცი, ესეც მიანიშნებს კი არა, ეს არის ცხადი ინდიკატორი იმისა, რა სასამართლო ხელისუფლება ყავს, რა რეჟიმია ქვეყანაში და როგორია მის მიმართ მოპყრობა და დამოკიდებულება. ძალიან ბევრი აქ მზიას კოლეგა პირველ რიგში, აღარ ვამბობ არაფერს ოჯახის წევრებს, რომლებიც აქ მოდიან იმისთვის, გადიან ამ გზას, რომ დაინახონ ეს ადამიანი, ახლოს თვალებით ეკონტაქტონ, გაუღიმონ, ხელი დაუქნიონ. ამის საშუალება მათ არ ეძლებათ. რაღაცა გაუგებარია, იცით, ესეთი არაადამიანური, სხვა პოლიტიკის ფარგლებს ცილდება. ეს არის უკვე ადამიანობის განზომილებიდან, რომ ელემენტარული რამ შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ აი ეს, როგორც მაია მწარიაშვილმა თქვა, მართლმსაჯულება არის ხალხისთვის. ერთი საათია თითქმის ადვოკატი მაია მწარიაშვილი სიტყვით მიმართავს მოსამართლეებს და ის ამ საქმეს შეთითქმილს უწოდებს. ჩვენ შეგვიძლია ეხლა მოვისმინოთ როგორ აფასებს მაია მწარიაშვილი იმას, რა ბრალდებაც არის წაყენებული მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. ყველა მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ დგებუაძისთვის გაწვნილი სილა იყო მათთვის გაწვნილი სილა, რომ შეურაცხყოფილია სრულიად პოლიცია და ხელისუფლება, თუ გავითვალისწინებთ მზიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. სინამდვილეში ჩვენ ვიხილავთ პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს და ამას არაფერი საქმე არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან. სინამდვილეში ამ შეურაცხყოფის უკან გვაქვს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გათეთრებასთან საქმე. აბა საკუთარ თავს ხომ არ დასჭიდნენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას 1 წელი და თვალის ჩინი მხედველობა უკვე შეიწირა. წინა
პროცესზე ბრალდების სიტყვა მოისმინეს და პროცესი მხოლოდ 1 საათი გაგრძელდა. სწორედ მაშინ მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ შემდეგ პროცესზე, ანუ დღეს, მოსამართლეებს მოუწევთ ძალიან დიდ ხანს მოისმინოთ მზია ამაღლობელის უდანაშაულობის შესახებ. ასე რომ ვფიქრობ, დღევანდელი პროცესი საკმაო ხანს გასტანს. ასევე ვარაუდობენ, რომ დღესვე იქნება განაჩენი, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.